გამარჯვებით ვიღაც მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია და მისი გადაცემის ავტორი ვარ მე თემურ შაშიაშვილი. ეს გადაცემა ყოველ სამშაბათს 9 საათია პირდაპირ ეთერში. დღეს ცოტა განსხვავებულ წესს გთავაზობთ. ბატონი ვახში ცნობილი პიროვნება, როგორც მეცნიერი, როგორც მოღვაწე, როგორც საზოგადო მოღვაწე, ამას ხაზი მინდა გაუსვა. მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ამფუძნებელი. ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ ბოლო პერიოდში ერთად ყოფილიყავით ბევრგან და მხედველობაში მაქვს თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც შედგა რომში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. ამავე დროს ვიყავით ჩრდილოეთ კავკასიაში, ადრე და ძალიან სერიოზული შეხვედრები იყო და ამ ბოლო პერიოდში კიდევ ვიყავით რკინის ჯვარზე. და ჩვენ მქონდა საშუალება, რომ ჩვენს მიერვე შექმნილ დოკუმენტებს დავუბრუნებოდით. ჩვენ სექტემბრიდან ძალიან კარგ გადაცემასაც განვაახლებთ, ანუ ბატონ ვახში ძალიან დიდი კონტაქტები აქვს როგორც მეცნიერებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოკრებს კითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთან, მეცნიერთა კონგრესთან, იმ დოკუმენტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს შექმნილი უკვე, ამ დოკუმენტებს ძალიან დიდ საშუალებას აძლევს ბევრი რომ გაეცნოს, ნახოს, იწვევს ძალიან ბევრს პირად გადაცემაში, მაგრამ კითხვები, რომელიც გაუჩნდებათ ამ წარმომადგენლებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ მეცნიერთა კონგრესის წევრები გავცემთ იმ კითხვებს პასუხს, რომელიც ბატონ ვახში ჟვანიას ექნება, იმის გათვალისწინებით, რაც ხალხს აინტერესებს, ხალხიდან რაც მოდის, იმიტომ რომ ჩვენ თავისთავად ერთად ვართ, ერთი გუნდში ვართ და შესაბამისად გვაქვს საშუალება, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, მაგრამ ბატონ ვახშიც, როგორც მართვის სპეციალისტს და როგორც კიბერნეტიკოს, მეცნიერების დოქტორს, ძალიან საინტერესო მიმართულებების კარგად ცოდნეს, მეცნიერთა კონგრესმა თხოვა, რომ ის კითხვები, რომელიც ხალხშია მეცნიერთა კონგრესთან და საერთოდ მეცნიერთა კონგრესის წევრებთან, ეს კითხვები როგორმე მოიკრიბოს და მან დაუსვას მეცნიერთა კონგრესის წევრებს. მისგან დასმული მაინც სხვა არის, იმიტომ რომ მას არგუმენტირებულად შეუძლია ამის გაკეთება. ეს გადაცემა, როგორც გითხარით, ფიქრი ამოძრავებული მომავალია. ბატონო ვახში, მოგესალმები. ჩვენ კი ვთქვით ეს, რომ ფიქრი ამოძრავებული მომავალია, ჩვენი ფიქრი გადავიტანეთ უკვე, როგორც იტყვიან ამ პროგრამებში, გვაქვს მართლაც უნიკალური პროგრამები შექმნილი. როგორც ვართ შეთანხმებული, სექტემბრიდან ტელევიზია განახლებულად იქნება, მეცნიერთა კონგრესიც განახლებულად იწყებს მუშაობას, ალბათ ეს ადრე 15 სექტემბრამდე ჩვენ დავასრულებთ. გვექნება საშუალება, რომ ცალკე ვისაუბროთ მეცნიერთა კონგრესის გადაცემებზე და საერთოდ მეცნიერთა კონგრესის პერსპექტივაზე. გვექნება საშუალება, რომ როგორ ხედავს მეცნიერთა კონგრესი ტელევიზიის საქმიანობას, ჩვენ გვექნება შეხვედრა ტელევიზიის როგორც აი ჯგუფთან იმ ახალი დებულების შესაბამისად, რომელიც მეცნიერთა კონგრესის წარდგინებით უკვე ძალიან გაჭიანურდა და არ გვიმტკიცებდნენ, მაგრამ დამტკიცდა უკვე იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში დამტკიცდა, გავიდა ერთადერთი ტელევიზია აღმოჩნდა, რომელსაც თქვა, აი აქვს სწორედ მეცნიერული ის გააჩინა და ამას დიდი განმარტებები ჭირდება და ამას ხალხის დიდი მხარდაჭერა ჭირდება კიდე. აი ამიტომ ესენი ჩვენ გვექნება წინ გვაქვს და იქნება შესაბამისი გადაცემები, იმიტომ რომ ჩვენ პროგრამა იქნება ერთი რამ მეცნიერთა კონგრესის პროგრამები. ჩვენ ძალიან სერიოზული პროგრამები გვაქვს, იმაზე მეტი რა უნდა იყოს, ოდესაც თქვა, აი აგერ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდია სპეციალური და ამსორეთ აი ამ ფონდის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ვახში ჟვანია. ახალი განზომილება რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ, ეს გელათში მიღებული პროგრამებია. მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დიდი კვლევა საქართველოს ინტეგრალური რესურსები. მე ვერ გეტყვით ბატონო ვახში, რომ ვინმე საერთოდ საქართველოში კი არა მის პარლებს გარეთ, აი ასეთ ჩამოყალიბებულად სისტემურად კონდეს ისაც დაკავშირებულია ქვეყნის მომავალთან, განვითარებასთან. ანუ ჩვენ ფიქრი გადავიტანეთ უკვე დოკუმენტებში, ეხლა უკვე მისი ამოძრავებაა საჭირო. ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა ერთ-ერთი უპირველესია და რა თქმა უნდა, ის პროგრამა, რომელზეც ჩვენ ადრე ვიფიქრეთ, ეს არის უნიკალური პროგრამა, ეხმიანება პატრიარქის და ყველას განწყობას ეხმიანება, რომ მიზანია სამშობლო და ადამიანი,
სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლის საშუალება ამ მიზნის მისაღწევად ეს 21 პუნქტიანი პროგრამა. მაგრამ დღეს ჩვენ მაინც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის თაობაზე თქვენთან ბევრი შეკითხვები მოვიდა, თქვენს გაქვთ გარკვეულწილად ჩვენ ბევრი გვიკამათია ამ საკითხებზე და ბოლო პერიოდშიც ძალიან ცხარე დისკუსია მქონდა მთელ რიგ საკითხებზე. აი ახლაც ჩვენ მეგობრები ვართ, კონგრესის წევრები ვართ, მაგრამ ჩვენს გვაქვს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენი ბედნიერება არის იმაში, რომ ასე შეგვიძლია რომ აი ჩემს გადაცემაში მოგიწევთ და გითმობთ გადაცემას, ანუ წამყვანი იქნებით თქვენ, კითხვებს ვამ თქვენ, მე გავაკეთებ მხოლოდ შესავალი, რომ ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ეს გადაცემა მე ამ შემთხვევაში დაუთმო ჩემი გადაცემა ბატონ ვაშიშ ჟვანიას, ის დასვამს კითხვებს და მე შევეცდები გავცე პასუხი. დიდი მადლობა ბატონ თემური, რადგანაც ჩვენ ერთი გადაცემა უკვე ასეთი გავაკეთეთ. ნუ იქ იყო უბრალოდ კითხვებს პასუხობდით. კი, რაღაცა იყო და ეს კარგი პრაქტიკაა და ბევრს მოეწონა მე ვიცი ეს. ეს უნდა ახალი სექტემბრიდან როგორც ვარ ჩეთახმებული კვირაში ერთხელ გვექნება. ახლა ახსენეთ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და მართალი გითხრათ, აი მე ბევრი მიფიქრი ამაზე, აქ რაღაცებში ცოტა მონაწილეობაც მიმიღია. ი სერიოზული. გაოცებული ვარ იმით, რომ ჩვენი პოლიტიკური მოთამაშეები, შეიძლება ასე უწოდოთ მას, თამაშია რა თქმა უნდა, თამაშიან ხან ერთთან არიან, ხან მეორესთან, ხან მესამესთან თამაშობენ, მაგრამ აი მე მაგალითად ვაშაკიძეს, რომელიღაც ერთი ნაციონალური მოძრაობის პარტიის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელია თავისი პარტია შექმნა. ჩემი ხელით ვაშაძეს, ხო? ასევე იყო იქ გენერალური მდივანი, მე მგონი ბატონი გახარიას პარტიის, იმასაც მივეცი დაველაპარაკე. მე მახსოვს მივეცი ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, ეს ის არის მამუკა ხაზარაძის პარტიის, ასე ვთქვათ, მეორე პირი. კიდე ვიღაცებს მოკლედ ბევრს მივეცი, ხომ? არც ერთს არანაირი რეაქცია არ ქონია. საოცრება არის, რომ ესე იგი მათ თვითონ არანაირი ისეთი დოკუმენტი არ აქვთ, რომელიც შეიძლება ამის გვერდით დადო და დაიწყო მსჯელობა. ნუ შეიძლება ერთი მხრივ შევაშინეთ, ასე ვთქვათ, ინტელექტით, მაგრამ მეორე მხრივ კაცო, თუ თქვენ მართლა იმას ემსახურებით, რასაც ამბობთ, ესე იგი სამშობლოს კრიზისიდან გამოყვანას, ეს ხომ აქ რაც დაწერილია, ხომ ერთი ვარიანტია სამშობლოს კრიზისიდან გამოყვანის, თუ ვაღიარებთ აი ამ პოსტულატებს და თანაც ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინა ეს ასეთი არის და ეს უნდა პროექტი აწერია. აქ პირდაპირ წერია პროექტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გიწევთ თქვენს ვისაც მიაჩნია, რომ ეს შეიძლება საფუძვლად დაედოს ერთ რაღაც კარგ დოკუმენტს, რომლის ირგვლივად შეიძლება მაქსიმალურად მოვიზიდოთ ადამიანები და აი ის გახდეს უკვე ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების, ესე იგი ნაბიჯს არ არ მინდა თქვენ ხართ ამაში, მაგრამ მე შევავსებ უბრალოდ. აი თქვენ რაც ბრძანეთ, მურმან კვარაცხელია. დიახ. იცნობ თქვენ კარგად, ხო? კი, ვიცნობ კარგად. ესე იგი ამ ხელისუფლების არაფერი ცუდი არ გვაქვს ჩვენ, დიდი კეთილგანწყობილია და პირიქით მივესალმები და მე უდიდეს პატივს ვცემ და ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია. ჩვენ მას ვთხოვეთ, ჯერ ერთი, როდესაც გელათში ვიღებდით ამ დოკუმენტებს, ჩვენ მან წარადგინა გარკვეულწილად მეცნიერთა კონგრესის ეს დოკუმენტი. დიახ. კარგით, მეორე რა იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ჟიულის შარტავას დაბადების დღე რომ იყოს საიუბილეო 80 წლის თავი. ჩვენ მივეცით ეს და წერილი, რომელიც მეცნიერთა კონგრესის წევრებმა მოვაწერეთ ხელი, ჩვენი ყველას ხელმოწერა არის, უთხარით, რომ გადაეცი პარლამენტის თავმჯდომარეს და უთხარი, რომ აი ჟიულის შარტავას იუბილეს აღნიშნო, კარგია, მაგრამ ჟიულისაც უნდა და ამაში გვაქვს ჩადებული და წელში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრო, პრეზიდენტო, პარლამენტის თავმჯდომარემ, აი გიგზავნით ამ დოკუმენტს, მოდით ვიმსჯელოთ, იქნებ არ ვარგა, იქნებ უკეთესი გააქვთ, იქნებ რაღაც. გადაცა ეს ბატონმა მურმან კვარაცხელიამ პარლამენტის პრეზიდენტს მე მიუტანე. დიახ, და ეს გადაცა მურმან კვარაცხელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ის წერილი ყველაფერი. აი თქვენ ახსენეთ ოპოზიციის წარმომადგენლები.
ოპოზიცია პირველ რიგში უნდა გამოხმაურებოდა, მაგრამ ხელისუფლებას ხო პატივისცემითი წერილი გაუგზავნეთ და უთხარით, რომ ეს თანაც როგორ არის ახლა ბატონო ბახში, უბრალოდ დაზუსტებას ვაკეთებთ და ბუდის გიხდი რო არ იყოს. ესე იგი, ამ ინიციატორი ამ საქმის გიგა ბათიაშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, ესე იგი, ჩვენი დიდი ბალანჩივაძე, რეზო ბალანჩივაძე. ამის იყო ანზორ ერქომაიშვილი. ესენი ყველანი იყვნენ მაშინ 8 თებერვალს. დიახ, 8 თებერვალს. გამოვიდნენ, როდესაც ამ დოკუმენტის იქ იყო უნიკალური გამოსვლა ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, რეზო ბალანჩივაძის, არნოლდ გეგეჭკორის, მართლაც ისტორიული და კარგი გამოსვლა. აი ამ ხალხმა მერაბ ბერძენიშვილი იყო თავის სათავეებთან, რეზო ჩხეიძე. აი როცა და თანაც გვიწერია წერილში, რომ ამ ხალხის საგმას მოვკიდეთ ხელი და ჩვენ მოგიტანეთ რა ეროვნულებაზე მელაპარაკება, ან ხელისუფლება, ან მერაბარების გითხარით თქვენ ერთად. ანზორ ერქომაიშვილმა რომ თუ ეს გთხოვათ, არნოლდ ესენი ხო პატივისცემითი დამოკიდებულებებით იყვნენ ხელმძღვანელი ხელისუფლების მიმართ, ხო? აი რომელიმეს გამოხმაურება მიიღეთ, პრეზიდენტს თქვენ მიუტანეთ. ჩვენ ყოფილ პრეზიდენტს მიუტანეთ, ამ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტს მიუტანეთ, ყველას დაეგზავნა, ყველა პოლიტიკურ პარტიას თქვენ ლაპარაკობთ, გადაეცა იმ ნათელაშვილთან მოიკრიბებოდნენ. ესე იგი, უბრალოდ იცით რა არის, რომ ამათ აინტერესებთ როგორ მოიპოვონ ფული. ეს დოკუმენტი არ აწყობს ბატონო ბახში თავშივე მინდა გითხრათ თქვენ. ეს დოკუმენტი არ აწყობს რუსეთს. ეს დოკუმენტი არის სერიოზული დოკუმენტი ჩვენთვის ფარი ამერიკასთან სასაუბროდ. ეს დოკუმენტი სერიოზული ფარია ჩვენთვის ევროპასთან სასაუბროდ. ეს დოკუმენტი ნებისმიერ სახელმწიფოსთან სერიოზული ფარია. ამიტომ მიფიქრეს იმ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩვენ, ისინი გვაფინანსებენ ამას ხო გვეუბნებიან ჩვენ, რომ ესე იგი 14 პუნქტიან თუ 13 პუნქტი, რამდენიმე პუნქტია სულ და ერთმა პარტიამ მე მელაპარაკა და მითხრა, რომ 7 პუნქტის ამოღება მთხოვა შეგვიდა, ვეუბნები, რომ თქვენ რა ერთ ლაპარაკობთ. ესე იგი, ყველა ირგებს თავის იმაზე, უბრალოდ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აი ქართულ ხალხს მინდა მიუმართოთ და საქართველოს მოსახლეობას და დანარჩენი თქვენია. ესე იგი, ძალიან ბევრი პიროვნება ჩვენთან ამაყობს იმით, რომ დაამთავრეს პრივილეგირებული უნივერსიტეტები ამერიკაში, ევროპაში და სხვაგან და ასე შემდეგ. მე ვერ გეტყვით რა ისწავლეს მანტიკ და რა გაიგეს, მაგრამ ერთი რამეს კი ვატყობ ბატონო ბახში, რომ პრივილეგირებული უნივერსიტეტები ასწავლიან ქედმაღლობას და ეს კარგად ისწავლეს ამ ადამიანებმა ქედმაღლობა და არ აძლევენ შესაბამის განათლებას. მე ეჭვმეპარება და ჩვენ უკვე ჩვენ გვაქვს ჩვენი დედა უნივერსიტეტი, ჩვენი უნივერსიტეტები გვაქვს, ჩვენი კონსერვატორია, ჩვენი სამხატვრო აკადემია, ჩვენი თეატრალური ინსტიტუტია. პატივი მივაგოთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, იმიტომ რომ აი ამ უცხოეთის კურსდამთავრებულებმა ისწავლეს ხელისუფლებაში მოსულება, ქედმაღლობა ისწავლენ და ეს მაქვს დამთავრებული და ის მაქვს დამთავრებული. განათლება არ აქვს, დიპლომი გაქვს და განათლება არ აქვს. ძალიან ბატონო ბახში. ყველას მიღებული აქვს და არავის რეაქცია. ყველას მიღებული აქვს და რაც თავარი აი თუნდაც პატარა პარტიების წარმომადგენლებს თუნდაც ბევრს მივეცით ხო თითქმის ყველას მივეცით და რატომღაც ესე იგი აი მე ასეთ შტაბეჭირება დამჩა რომ რაღაცას ვაკლებთ აი ამის პოპულარიზაციისათვის და ჩვენ ესე ეთყობა რაღაცა უნდა შევცვალოთ, მაგრამ მართალი გითხრათ აი ახლა გუშინ მე ერთ ახალგაზრდა მოღვაწეს, აი ნიკა შურღაი არის ძალიან კარგი პიროვნება ძალიან. კარგი პიროვნება და მას გაუგზავნე ეს ჩვენი დოქტორი. მე მინდა ახლა ეს წავიკითხო, აი მისი პასუხი. კარგია, საინტერესოა. ნიკას პასუხი. ესე იგი ბატონო, მადლობა სიტყვის დოქტრინის ტექსტის გაზიარებისათვის და ეთერში მიწვევისათვის. დოქტრინის ტექსტი საინტერესოა, რამდენიმე ისეთ მომენტს ვხედავ, რაც ბევრს არ მოსდის თავში. ხოჭა, კარგია. და სასარგებლოა. არის ასპექტები, რაც მავან გონიერ და ქვეყნის მოყვარულ ადამიანს შეიძლება ეხამუშოს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში
ჩანს რა არის ასეთი ფიქრის წყარო და მისი ნეგატიური მხარის დამაბალანსებელი ფაქტორი. ძალიან საინტერესო. პირადად მე ბევრად მეც ვიზიარებ ვიდრე არა. იმედი მაქვს გონივრულ ვადაში მივალთ ხარისხიან მსჯელობამდე. კარგ მრგვალ მაგიდასთან. დიდი მადლობა, ძალიან კარგი. რატომ წავიკითხე ახლა ეს? ნიკა შურღაია ხო? ნიკა შურღაია ეს აი ახალგაზრდები. ახალგაზრდა კაცია, ძალიან საინტერესო. ეს ბატონი მე გავიცანი ანაკლიაში, მათ ერთი ღონისძიება ჩაატარეს ანაკლიაში და მეც ვიყავი მიწვეული, ნუ იცით ჩემი შვილებიც მაგათთან არიან და იქ ვიყავი და მე რო ჩამოვიდი ერთხელ მოვიწვიე და ნუ მაქვს კარგი კავშირი და ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. იქ კიდე არის აი ფორმულაზე იყვნენ ახლახან მე მაგათ უყურე და მაშინ იყო რომ გაუგზავნი ამათ რომ აი მე თქვენ გიყურეთ და მინდა კიდევ ერთხელ ქართველები ვართ კაცო დავიდეთ ერთად დავილაპარაკოთ რა პრობლემაა ესე იგი ამ ახალგაზრდებს უკეთესი წარმოდგენები აქვთ მეცნიერებაზეც და საერთოდ ქვეყნის მომავალზე და ესენი მე ვფიქრობ რომ იბრძვიან გულწრფელად ქვეყნის მომავლისათვის აბსოლუტური და არა იმისათვის რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ აი იგივე განწყობა ხო დაინახეთ თქვენ რკინის ჯვარზე ახალგაზრდებს რო ველაპარაკებთ რა თქმა უნდა ისინი ხო პოლიტიკისგან თავისუფალი ხალხია შემდგარი სპეციალისტები არიან ყველა სადღაც მუშაობს რაღაც აი რომ ვაძლევდით ამას ვკითხულობდით ყველა ხო ამბობდა რომ ჯო რატო არ იცის ეს ხალხმა რატო არ იცის რატო არ უჭერთ მხარს რატო არ ვიხილავთ ეს კითხვები იყო ხო კი ნამდვილად ასე იყო ბატონი სახვაძის სახლშიც რო ვიყავით და ხალხი მოვიდა რა თქმა უნდა ხალხამდე მისატანია ეს დოკუმენტი მისი შინაარსი და განსაკუთრებით ახალგაზრდა საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება ჩვენ აუცილებლად ალბათ იმ 12 სექტემბერსაც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და რა თქმა უნდა სექტემბერი არის უმნიშვნელოვანესი და რა თქმა უნდა ჩვენ არ ვფიქრობთ ომის დღე 1-15-20 წელია მუდმივად ვარ იქ რაღაც 1-2 იმის გამოკლებით ეხლა 12 სექტემბერს თელმა საქართველოს ვისაც გული აქვს ვინც ქართველია უნდა დავიცათ არაბული შემოსევისაგან უნდა დავიცათ ქართული მიწა ბრძანისი 12 სექტემბერი 12 საათზე ბრძანიში ქართული მიწის დასაცავად ქუძე კაცი როგორც იტყვიან და შემთხვევითი არ არის რომ ჩვენს ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინაში აი პირველი და მეორე ადგილზე გვიწერია მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება. რა თქმა უნდა, ახლანდელ კანონმდებლობაშიც წერია რაღაც მაგვარი ისეთი, მაგრამ ისეთი ფორმულირება აქვს, რომ ნებისმიერ ხელში ეხა თქვენ მე რადგან ამას ამბობთ, მე უნდა შეგამკამათოთ. ახალ კონსტიტუციაში ამაში ისე არ წერია. იქ წერია რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა არ იყიდება. დაახლოებით მაგრამ შეხედეთ რა მოხდა იმის შემდგომ მოგვატყუეს სასოფლო-სამეურნეო მიწებად აქციეს თეთრი წყაროს, გარდაბნის, ცხეთის, მთელი თბილისს შემოუერთეს. მე გეუბნებით რომ თბილისის ტერიტორიად ითვლება დიდგორიცკი. მე მგონი იქსია მისული. გესმით თქვენ რა გააკეთეს? ამიტომ თბილისის ტერიტორია ხო არ არის სასოფლო-სამეურნეო შემოუერთეს და მოგვატყუეს ყიდიან ამას როგორც არა სასოფლო-სამეურნეო მიწას. ბატონო, თავარი ის არის რომ როცა ამ კანონს ასეთნაირ ფორმულირებას აძლევდნენ ისინი ფიქრობდნენ მე ამას როგორ დაარღვევენ და როგორ გახდინენ. კიდე უნდა გეკამათო ამ იმაში ახლა თქვენ მოდიხარ მე უნდა გეკამათო ერთ რამეს. ესე იგი, როდესაც მათ თავიდან შემოიტანეს კობახიძე ედგამ საქმე სათავეში მის მამასთან ერთად ჩვენ 2005 წელში მაშინ ბირაკლი ბათიაშვილმა, გია კობახიძემ, მალხაზ გულაშვილმა ძალიან ღირსეული ადამიანები იყვნენ, მიხეილ კურდიანი, მერაბ ჯიბლაძე, სასწაულად დავარიგეთ და მე და გია კობახიძე აი დავარიგეთ ყველა რაიონში საკრებულოებს გაუგზავნეთ რომ ამ კანონს ნუიღებთ თქო. ესე იგი მიიღეს ცუდი კანონი, მაგრამ რომ მოვიდა კობახიძე კონსტიტუციას რომ იღებდნენ გაცილებით უარესი ჩაწერეს. მე მაშინ მამამის და ემას შევთვალე შვილი რომ მოვიდა და უარესი ჩაწერეს, მაგრამ თავარი რა არის აქ ახლა აგვირდით მაშინ გახსოვთ ფილარმონიაში მთელი გადაიჭერდა დარბა და ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში, სადაც ეწერა რომ მიწა იყიდება. ხალხი დადგა ფეხზე.
და ესე იგი ჯიუტად იცავდა, აი რატო არ იღებენ ტელევიზიები, ამა ჯიუტად იცავდა დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო მაშინ, ჯიუტად იცავდა, რომ ეს ასე უნდა ეწეროსო. მოინახა კომპრომისი, ეს არის ჩვენი შეცდომა, რომ დავთანხმდით ჩვენ იმაზე, მე ბოდის გიხდით, მაგრამ ხო კარგი იმას ვაკეთებ რა, შეიძლება თქვენ ან იმ პერიოდში ან არიყავით ეხა თქვენ მსოფლიოში ქვეყანაშია თქვენი ისინი და ხანით ხართ თქვენი მართვის სისტემა აქ არ აინტერესებთ თორე. და აი ამიტომ მე გეუბნებით, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა და მოიძებნა ვითომ კომპრომისი, რომ სასოფლო სამეურნეო მიწა არ იყიდება, მაგრამ ჩვენ მაშინ არ გვიფიქრია, რომ ასეთ მზაკრულ ნაბიჯს გადადგამდნენ. და ქუთაისის ირგვლივ, ბათუმის ირგვლივ, ლამის საქართველოს მალე იქცევა, სასოფლო სამეურნეო მიწა აღარ იქნება. იქნება თბილისის ტერიტორია, ქუთაისის ტერიტორია, ბათუმის ტერიტორია, გორის, რუსთავის და გაყიდიან უკვე. კატასტროფა. ყიდიან უკვე და ეს გასაგებია. ყიდიან და რაღაც ესენი გელაპარაკებიან, მე კიდე ეროვნული იმაზე ბატონობაში ყველაზე მეტად იცით რა არის, რომ აი ყალბი ეროვნული პათოსია, აი რაც დავინახე მე. ესე იგი აპოგია ყველაზე, მაგრამ აი რას ნიშნავს ხალხის შეცდომა შეყვანა, ხალხს ატყუებენ იმით, რომ ყალბი ეროვნული პათოსი აქვს, ხალხი რომლებმაც, კაცი რომელმაც დღევანდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრმა გახსოვთ რა უთხრა ნუკლი კანტარიას, ეხლა არ მითხრა კიდე ეროვნული ის ჩაწერია. ესე იგი გეუბნები ბატონო ნუკრი კანტარიას მიმართავ, ერთად ვიყავით მაშინ, ერთად წერდით აი ხელი მამამისთან ერთად და ყველანი ერთად ვიყავით. რატო არ იღებთ დღეს ხმას ესენი რომ ეროვნულ იმაზე ლაპარაკობენ, ეს მაშინ ჭირდებოდათ ის, დღეს ჭირდებათ ეს, დატყვევენ ხალხს და მონადაქციეს ხალხი. ხო, ნუ ეს ასეთი ხალხი ძალიან ბევრია, ის ცაგურია მახსოვს, ახლა რომ იმაში არა ქვია რკინიგზაში და ვენეტალზე და ეს ძალიან ბევრია და სამწუხაროდ ასეა და საქმე იმაშია რომ რაღაცა რადიკალური ზომებია მისაღები იმისათვის რომ ამ ხალხს ხელისუფლება ჩამოერთვას და შეიქმნას ისეთი საბაზისო კანონმდებლობა რომელიც აი ნებისმიერ ახალ მოსულ ხელისუფლებას არ მისცემს ისევ დაგვაბრუნონ წარსულში და მე მათ აი მე მინდა გითხრათ ახლა რაღაცა მინდა ჩამოვაყალიბო. მე ახლა ხან წავიკითხე კიდე რომ რაღაც ისტორია ახლა ჩვენ მათ ასე თუ ისე სკოლა ფრიადებზე გვაქვს დამთავრებული და ის ისტორია ვიცით რაც მე ჯავახიშვილის წიგნით მაქვს ნასწავლი და მე კი შემიცვალეს, მაგრამ ის წიგნი მაინც ჰქონდა ჩუმა და ისე მაქვს სწავლილი, მაგრამ იმ წიგნშიც ესე იგი ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამე იყო დამახინჯებული. მაგალითად ჩვენ ვამბობთ ვახტანგ მეფე არ ყოფილა თუ რომ ვახტანგ მე-6 იყო წარმომადგენელი გუბერნატორივით, შახის წარმომადგენელი და ასე უამრავი მეფეები. ჩვენ ძლივს როგორც იქნა თემურას მეორეს და ერეკლე მეორეს თუ ვახტანგ მე-6-ზეა ლაპარაკი, ნუ ოფიციალურად არ იყო ის მეფე, არ იყო ის არც და მანამდე ყველა იმ მმართველს ოღონდ საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელს ნიშნავდნენ და აღიარებდა შაჰი და მაშინ ჰქონდა მას ძალაუფლება. მაგრამ თემურაზი და თემურაზ მეორე და ბატონი ერეკლე მეორე იყვნენ, რომლებსაც ოფიციალურად დართეს უფლება, აკურთხეს მეფეებად და იმის უფლებას მისცეს, რომ როგორც ქართული წესი და რიგი იყო, პატრიარქს ეკურთხებინა მეფედ. ეს იმიტომ რომ მაშინ რაღაც ძალიან დასუსტებული იყო, ძალიან უჭირდა სპარსეთს და ამიტომ ეს გააკეთეს. ახლა ჩვენ რომ ახლა რატომ მოვიფიქრეს. აი ჩვენ როდესაც ჩვენს დოკუმენტაციას ვთავაზობთ საზოგადოებას, ძალიან ხშირია ბატონ თემურ კითხვები ასე. აი თქვენი ლიდერი ბატონ თემურ შაშიაშვილი ყველგან ამბობს, რომ ჩვენი გზა არ არის არც ევროპული, არც რუსული, არც თურქული და ასე შემდეგ. ჩვენი გზა არის ქართული. სხვათა შორის დღეს თუ გუშინ ვიღაცამ დაწერა პირდაპირ მიმართმა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ არც ის არის ჩემი და არც ის არის ჩემი. ნუ ახლა მე ერთხელ გადავათვალიერე და შეიძლება დავამახინჯო, ამიტომ მაგრამ ამას აუცილებლად გამოგიგზავნით.
ძალიან საინტერესოა აღწერილი და მეც სხვათა შორის რაღაც მეუხამუშება ეს ფრაზეოლოგია. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ქართული გზა დავითის გზად თუ მოვიაზრებთ ეს კარგია. დანარჩენ მთელი ისტორიის მანძილზე იგივე ერეკლეს გზაც ძალიან ეჭვის ქვეშ არის სამაგალითოდ ასაღიარებელი. ამიტომ ჩვენ როცა ამას ვამბობთ, ვაბნევთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ვაბნევთ, იმიტომ რომ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აი აშკარად ვერ ამბობს ადამიანი ევროპულ გზაზე და ამიტომ ესე იგი რომ დაფარულად სადღაც რუსეთის ინტერესებს ეხმიანება. აი ამაში რაღაცნაირად უნდა გავარკვიოთ საზოგადოება. მე თუ მკითხავთ, ბატონო, მე არ მინდა ბოლო 8 საუკუნის მანძილზე არც ერთ მონაკვეთზე, რაც საქართველოში იყო, ის იყოს ჩემთვის სამაგალითო. აი ამ 8 საუკუნის მანძილზე, როცა მე მხედველობაში მაქვს დავითის შემდეგი პერიოდი და თამარის შემდეგი პერიოდი, ევროპა, რომელიც იმ დროს ჩვენ დონეზე არ იყო და ჩვენ გაცილებით მაღლა ვიდექით, ის განვითარდა, შექმნა არაჩვეულებრივი სასამართლო სისტემა. მე ხშირად ვიმეორებ, რომ აი ვოლტერი რომ იყო განმანათლებელი, ეს მე-17 საუკუნეა, ხო თუ მე-18 საუკუნის ბოლო არის, მე-18 საუკუნის ბოლო. 20 წელიწადი იბრძოდა ერთი კატორჟნიკის კატორღა, ესე იგი თითქმის მთელი ცხოვრებით რომ უნდა ციხეში მжდარიყო და საშინელ პირობებში, ის კაცი გაანთავისუფლა იმ დროს არსებული ფრანგული სასამართლო სისტემის მეშვეობით. ესე იგი და ახლა მე და ჩემი ქალიშვილი 2000 წელს ვიყავით, მე მგონი ლონდონში და იქ არის მუზეუმი და იქ მუზეუმში რო შევედით, მე მახსოვს 200 და 300 წლის წინანდელი მდგომარეობა აი ამ პატიმრების ინგლისში და მაინც როგორი სისტემა არსებობდა, სისტემა. ჩვენ ქართველებს არასოდეს სისტემა არ ქონია, აი ვახტანგ მე-6-ს ვქონდა მცდელობა სასამართლო რეფორმა გაეკეთებია, მაგრამ ვერ მიიყვანა ის ბოლომდე. ესე იგი ჩვენი მიზანი დღეს პირველ რიგში არის სასამართლო სისტემის მოგვარება და აქ ჩვენ სამაგალითოდ გვაქვს, რა თქმა უნდა, ევროპული სისტემა. ასევე ჩვენთვის სამაგალითო არის მმართველობის სისტემა, თვითმმართველობა, ესე იგი დელეგირება ხელისუფლების რეგიონებისადმი, რომ პირდაპირ ხალხი იყოს წარმმართველი ძალა და ხალხი წარმმართველი როგორ იქნება, როცა სოფლის გამგებელს თვითონ ვერ ირჩევს, რაიონის გამგებელს თვითონ ვერ ირჩევს. აი მე ვიყავი ზუგდიდში 19 წელს ბაბუაჩემის კაკა ჟვანიას 140 წლის თავი გადაიხადეს. ნუ მაშინ მე არ მივაქციე ყურადღება, თურმე ოცნება მაშინ იმას აკეთებდა, საარჩევნო კამპანიას აკეთებდა და ამისთვის მოიხმარია ბაბუაჩემის სახელი და მე ვეუბნები, კაც ამდენი რაღაცაა გაკეთებული. თქვენ ვერ მონახავთ, აქედან მეუბნები, ზუგდიდებსაც ვეუბნებით. თქვენ ვერ მონახავთ ერთ კაცს, რომელიც იქნება კაკა ჟვანიაზე უფრო მეტი დამსახურებული საქართველოსთვის და ასეთი კაცი ყავს, ყველა აღიარებს და არც მისი ქუჩა გაქვთ, არც მისი სახელობის სკოლა გაქვთ, არც მისი სახელობის არანაირი. მოდით საკრებულომ შეიკრიბეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება ამ კაცის სახელის უკდავსაღობად და ჩამოთვალეთ რას აკეთებთ. ნუ არ გვინდა ძეგლი, თქვენ თქვით რომ ამ ადგილას იქნება და ჩვენ მოვალ ჩვენაგ. ბატონ თემურ, ესე იგი ამათ დარეკეს, გარეკეს, გამორეკეს, ეს იყო значит კაკა ჟვანია, რომელმაც რუსეთის ბოლშევიკური არმიის დივიზია დაამარცხა ენგურზე და ამის გაკეთება როგორ შეიძლება ამ კაცის ესე იგი ის რაც ანტირუსული იყო, ასე მონათეს. ამ დროს ის თვითონ იყო რუსის ჯარის ოფიცერი და თანაც დამსახურებული და ისიც კი ვინც დაამარცხა გენერალი, ის მოვიდა და ამის სახლი დაიცვა და он настоящий русский офицер, ის ნამდვილი რუსი ოფიცერი არის. ჩვენები 30 წელიწადია ამისთვის ვიბრძვი და ყველა დონეზე და ახლა ბოლოს მივხვდი რომ ყველა ეს ხელისუფლება შევარდნაძის დროს
მიშა სააკაშვილი მიშასთან პირადად ჰქონდა ამაზე საუბარი. როცა აუცილებლად ვიზამთო მითხარ რომ მოვიდა, მე ახლოსაც არ გაიკარა და ეს იდეა. ესე იგი საქმე რაშია? ჩვენ 30 წელიწადია რუსეთის მიერ მართული და რუსებზე მონურად დამოკიდებული ხელისუფლებების ხელში ვართ. აი ეს არის მე ახლა ბაბუა ჩემი უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე რომ არავის ეჭვში არ შეეპაროს ეს მაინც კარგად ვიცი რა იყო და თანაც მე ვიბრძი ამისათვის. ესე იგი რა უნდა ვქნათ იმისათვის რომ ამ საზოგადოებას არავის არ გაუჩნდეს ეჭვი რომ აი ეს დოკუმენტი არის მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტული გრძნობიდან გამომდინარე და მეცნიერების მიერ მეცნიერულად დამუშავებული და როგორ უნდა დავრაზმოთ ბატონო აი მე ბატონი იმის შურღაიას რეაქცია რაღაც ახალი იმედი მომცა რომ ჩვენ კიდევ ერთ რაღაც ახალ კამპანიას თუ წამოვიწყებთ თქვენ გაქვთ იქ მოქმედების მანიფესტი მათხოვეთ ერთ სუთით მე აქეთ არ მაქვს ეგ რა ეს ძალიან თქვენ და როგორ გავაკეთოთ რომ არავის არ შეეპაროს ეჭვი ჩვენს გულწრფელობაში აი ამ დოკუმენტების არა და ეს დოკუმენტები აშკარად ყოველ შემთხვევაში სხვა დოკუმენტი დღეს არც ერთ პარტიას არ აქვს სადაც გამოჩნდება ქვეყნის ბატონო ვახშინი თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ და თქვენი გამოსვლა ერთი ძალიან საინტერესო რამ არის თავისთავად ის რაც მოყევით ფაქტები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ჯერ ერთი არსად არ ვამბობ ჩვენ ქართული მხოლოდ ქართული გზა ჩვენ ვლაპარაკობთ ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ვედაც მე წერია ვის ფიქრობს რომ ქვეყნის გადარჩენა რუსეთშია ან ქვეყნის გადარჩენა ამერიკაშია შეცდომას უშვებს ჩვენ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები რომ ჩვენ თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეს პანტას ავადმყოფური აზროვნება არის ვინც ფიქრობს რომ ქართული გზა არ არსებობს მე გეუბნებით რომ დავით აღმაშენებელი თამარ მეფე გიორგი წინვალე და პირველი მეფეებიც კი ჩვენი და მე აბა ჩვენ რა უნდა ვთქვათ ახლა რომ ესე იგი ქართული გზა კი არა უნდა ვთქვათ რომ ევროპა ჩვენ ევროპა ვართ ხალხო მე არ ვიზიარებ ევროკავშირის ძალიან ბევრ მოსაზრებას ამ დოკუმენტებში წერია მაგრამ მე ვარ ევროპული ღირებულებების მომხრე ვინც დღეს განსხვავებას ვერ ხედავს ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს შორის ნუ ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი მე გეუბნებით რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ქართული გზა დავით აღმაშენებლის გზა არის ქართული გზა დავით აღმაშენებელს რო სამართალი ქონდა და ესე იგი ჩვენმა მეფეებმა რო სამართალი დაწერეს მეფე ყავდა აგერ ვახტანგ გორგასალის სამართლის დაწერა ბატონო ვახში ჩვენ ავიღოთ და იმიტომ ტრაბახობს ისა რა ქვია საფრანგეთი რომ ვინ დაუწერა აგერ რა დიდი ის იყო მაგრამ თელი ის დაწერა კანონმდებლობა დაწერა სამართლის კანონმდებლობა დაწერა ნაპოლეონმა ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ უარ ვყავით ჩემთვის ყველაზე მთავარი არის რომ თურაშაულის პატრონი ტყეში ნუვეძებთ პანტას ვიყავი და ვჩები იმ აზრზე რომ საქართველოს ისტორიაში უარყოფითიც ბევრია მაგრამ პოზიტიურია და ჩვენ ვეძებოთ პოზიტიური ქართული გზა არის მხოლოდ და მხოლოდ მე არ ვლაპარაკობ ქართული გზა მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს აბა რა არსებობს ქვეყნის გადარჩენის ჩვენ ვამბობთ ქართული არ არის წინააღმდეგობაში ევროპულთან ქართული არის წინააღმდეგი რუსულთან ამას ვინც ვერ ხედავს ეხლა მე ვინას უნდა და ამ დოკუმენტებში გაჩვენებთ ეხლა მე ზოგიერთ რამეს რომელიც არსად რო არ წერია მე ვიყავი და ვინ რა უნდა ისილაპარაკოს მე მიმაჩნია რომ საქართველოს გზა არის ქართული გზა ჩვენ აქ ვიწერია ძალიან ბევრი რამ ამოვიღეთ ჩვენ თქვენი ლაპარაკეთ ეხლა მეფის დროს ირჩევდნენ ჩვენთან იმას სოფელში ხალხს უიცით რა როგორ იყო რა სოფლის თავებს ირჩევდნენ დღეს არ ვირჩევ ჩვენ ამას მე ისტორიაში ვნახე ყველაფერი რაც დღეს საქართველოს დღეს ჭირდება ჩვენს ისტორიაში ყველაფერი იყო წარსულში მაგრამ ნუ აშინებთ ქართული მხოლოდ ქართული გზა სხვათა შორის დოსტოევსკი იყო გენიალური პიროვნება და თქვა ერთი რამ რომ დააგვირდი როგორი რამ აქვს გამონათქვა ეხლა უბრალოდ მასენდება ცოტა პერეფრაზით უნდა გავაკეთო რომ თქვა რომ ჩვენ რაც უფრო რუსული ნაციონალიზმით ვიქნებითო სწორი ნაციონალიზმითო
მით უფრო წავალთ ევროპაში. ჩვენ რომელი ნაციონალიზმიც გვაქვსო, ესო დაღუპავს რუსეთსო, ეს არ არის. საქართველოში როგორიც არის დღეს ხელისუფლების აი თითქოს ის ნაციონალური ანკიდე ძალიან ბევრი. საქართველოში ორი პოლიტიკური გუნდია დაჯახებული დღეს ერთმანეთს. ურა პატრიოტიზმი და ულტრალიბერალიზმი. ჩვენი დოკუმენტი ებრძვის ყველას. აი ეხლა ჩვენ იმიტომ ვამბობთ, რატო მეცნიერება კარგი. მეცნიერება აზროვნებს სისტემურად. ამ დოკუმენტში არ გვიწერია ბატონო ახში, ოღონდ თქვენს და მთელ საქართველოს ვინც ისმენს ამას ახლა ყველას ვეუბნები. მომიძებნეთ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე უკეთესი ჩანაწერი, სადაც კულტურულად, პოლიტიკურად წერტილი აქვს დასმული რუსეთს. ვიმეორებ, კულტურულად, პოლიტიკურად წერტილი აქვს დასმული რუსეთს. კითხულობ. საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მხიარობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მე რო დღეს პრეზიდენტი ვიყო, ამ დოკუმენტს რეფერენდუმით მივიღებდი, ამას შეიძლება დავამატოთ ჩვენ ვისაუბრეთ იმის, რომ ესე იგი ტერიტორიულ მხიარობას აღიარებული გაეროს მიერ. შეიძლება დაემატოს ისედაც ჩანს ეს, მაგრამ ეხლა როდესაც ეს დოკუმენტი ჩვენ საბოლოო რედაქტირება გავაკეთეთ ბატონ ჯუმბერ კოპალიანთან ერთად და ნუ რეზო ბალანჩივაძე და ნუ ბევრი ისინი, მაგრამ იცით როგორი ეროვნული ხალხია. თქვენ თუ მე მეტყვით საქართველოს ისტორიაში რომელი ტრაქტატის გინდათ აიღეთ აი ასეთ კონკრეტულად კულტურულად პრაქტიკულად. მე დღეს რო საქართველოს ხელისუფალი ვიყო, რეფერენდუმით ამ დოკუმენტს მივიღებდი და რო წავიდოდი რუსეთში ვეთყოდი რომ ბატონო პუტინო, მე თქვენ რაც არ უნდა გელაპარაკოთ, ქართველ ხალხს მიღებული აქვს ასეთი რამ. საქართველოს თანამშრომლობს და მეგობრობს მხოლოდ იმას და ვინც აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობს ამას იმ ფარგლებში ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც არის გაეროს. ამაზე ძიმე სასაუბრო, არც ლანძღვა გინდა, არც გინება გინდა, არც არაფერი, ესენი აგინებენ დედას და ისინი გვეცვის ტყვიას, მე ვეუბნებით რომ ამაზე დიდი ტყვია, პოლიტიკური ტყვია არსებობს, მაგრამ აი ეგ არის ჩვენში ყველაზე მძიმე რა, რომ არ უბრუნდებით დოკუმენტებს, არ ვხედავ დოკუმენტების სიღრმეს, არ ვხედავ დოკუმენტებში რა არის ჩადებული. გენიოსებმა ჩადეს ესენი და იმჟელეს არნოლდ გეგეჭკორს რუსული ვინმეს დაწამებს, ვინმე ეს კაცო ესე იგი მართლაც უდიდესი ქართველები იყვნენ ესენი და მერაბ ბერძენიშვილი და აი ეს ხალხი შეიძლება და ვიღაცა ვინმეს მოუთხრა, აი რეზო ჩხეიძეს, შეიძლება რაღაცა ეთქვათ იმის ისა, მაგრამ რას ლაპარაკობთ თქვენ? ამ ხალხმა გააკეთეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, მე რომელიც ვამბობ, ქართული მხოლოდ ქართული გზაა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. რომ ცდება ძალიან და მტრობს ქვეყანას, ვინც ამბობს, რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთაა, რომ ქვეყნის გადარჩენა არის ან ამერიკაში, ან რუსეთში. ჩვენ ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, მაგრამ ის რომ თქვათ ჩვენ ეს დავწეროთ და თქვათ რომ გადარჩენა არის სხვაგან, ეს ქვეყნის გადარჩენა არის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გადარჩენა არის ქართულ გზაში. მე ამაში ოდნავ ეჭვი არ მეპარება. იგივე პიროვნებამ, რომელიც ამას ლაპარაკობს, დავწერე, რომ საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სწორია ჩინეთთან რო გავაფორმეთ ხელშეკრულება? სწორია რომ ირანთან ვაკეთებთ რაღაც იმას? ყველას აი ეს კულტურულად, პოლიტიკურად, აი ამიტომა დიდი პოლიტიკური კულტურა საჭირო. პოლიტიკური კულტურითაა დაწერილი ეს დოკუმენტი. ამ დოკუმენტის დასაწყისში ბოლო ის აწერია ბატონო ბახში, ნახეთ. მე ამიტომ მე ეს ხალხი ძალიან მინდა რომ ეს ხალხი თვითონ მოვიდნენ რაკეთ კამაცეთ და მე რო ვიკამათებთ ხალხი დაინახავს ძალიან ბევრ ამას. კი ბატონო. აი შეხედეთ როგორ არის ესე იგი ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც რომ ეს წერია შესავალში. იმაზეც რომ წარსული შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირების და დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზრდების სახელმწიფო. და მერე წერია ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ეს არის ქვეყნის ინტერესების დამცველი. ჩვენ ვეუბნებით ყველას.
აი ამ 12 პუნქტს რასაც გინდა ჩემოცვალო, მაგრამ ეს არის ისეთი რამ რომ მოდიხარ ხელისუფლებაში უნდა იცოდე რომ ეს ბეჭზე გვაქვს მოდებული ეს ინდა გედოს მაგიდაზე აქედან ვერ გადახვალ ამას 99% ვერ გააკეთებდა ბიძინევანიშვილი ეს დოკუმენტი რო გქონდეს მიღებული ჩვენ ამას 100% ვერ გააკეთებდა ვერაფერს მიხეილ სააკაშვილი ეს რო გქონდეს გაკეთებული ამიტომ ვაფასებ მე მეცნიერებას ამიტომ ვაფასებ თქვენ დიდი მადლობა რომ მოიტანეთ მათი კითხვა მაგრამ მე გეუბნებით რომ აი ამ დოკუმენტში მითხარით თქვენ რომელიმე ვინმეს ხარის გადახრა ეს არის დოკუმენტი ქართული ამ დოკუმენტში წერია რომელიც ამერიკელს არ მოეწონება ამ დავით აღმაშენებლის ქვეყანაში მე ვთვლი რომ დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარი ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გასვლა ვერ უნდა გააკეთოს ვერც ერთმა სახელმწიფომ ეს ჩემი პოზიციაა ეს არის პოზიცია იმ ხალხის ვინც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტში წერია ეს ყველაფერი უნიკალური რამეები ეს არის მართლაც ძალიან კარგია დიდი მადლობა ყველას ვინც გვეწინააღმდეგება დიდი მადლობა თქვენ რომ მოკრიბეთ ესენი დიდი მადლობა ძალიან ჭკვიანური რამეები აქვს იმ კაც ჩადებული ხა იმას არაფერი აი ესე იგი ვინც ეს მოწერა თქვენ დიახ საინტერესო რაღაც ისინი გამოაგზავნა მე არ ვიცი მამამის ხარისნობ თქვენ შეიძლება მე მამამისი იყო უაღრესად ეროვნული კაცი მე დეტალები არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ ღირსეული პიროვნება იყო მამამი იყო ერთი პიროვნება ეს ხო შურღაია დიახ შურღაია იყო ერთი პიროვნება რომელთანაც ჩხუბი ქონდა მუდმივად შევარდნაძეს იმიტომ რომ ის მუშაობდა პატიაშვილის და შევარდნაძის მრჩეველი იყო ეს იყო უაღრესად ეროვნული დარწმუნებული ვარ იმის ახლობელია შვილია ესე იგი ეს მე მსგავსია მე ბევრი რამ ისგან ვისწავლე და ეხლა დღეს ცოცხალია ეს პიროვნება და მართლა მინდა მოვიწვიო ის მე ბევრი რამ მას ვკითხე იმას როცა იწერებოდა ეს აი მე იმით ვაფასებ იმას რომ აი ესეთი ხალხის მუშაობდა იმ შენობაში და შურღაია გვარმა მიკარნახავთ რომ მე მსგავსი ეროვნული კაცი აი ჩემს იმაში ძალიან ცოტა ვინმე შემხვედრია მე ეს უბრალოდ ზვიად გასამსახურდიას მხარეს დადგა მე რაღაც ზოგიერთი რამეში დაეჭვებული იყო მაგრამ ბოლომდე დარჩა იმ განწყობით რომ ამ ქვეყნის გამოსავალი არის ეროვნული ის ვერიტანს ჩემი სავიგერა ის ვერიტანს ვერც ამერიკულს ვერც ევროპულს მე ვამბობ რომ ჩვენი გზა ქართულია მაგრამ ქართული არასდროს არ არის წინააღმდეგობაში არც ევროპასთან მაგრამ არ არის სინქრონიზებული რუსეთთან, აზიურ ნაწილთან. მაგრამ ამ დოკუმენტში მაინც ფრთხილად შევეხეთ ჩვენ ამას ყველაფერს ვინმე რაიმეს ყველას ინტერესია დაცული. ამაში ვერ უნდა შემეკამათოს მე ვთქვათ ამერიკელი, რომელმაც მითხრას რომ იცი რა რომ ამაში თქვენ აი აქ რუსული ამას როგორ წავაგითხე, მე წავაგითხე ეს რამდენიმე ამერიკელს რო იყო და მითხრა რომ აი ესეთი რამე დოკუმენტში გიწერიათო მე ვთქარი აბა ეს არის რომ სახელმწიფო დოქტრინა. აი მე იმ ამერიკელებს ჩავთავ ამ პირდაპირ გადაცემაში ამ ხალხთან ერთად ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ მიდგომაზე. ეს დოკუმენტი არის სისტემური დოკუმენტი. თქვენ ხართ თვითონ სისტემურად მოაზროვნე პიროვნება და თქვენ ამ კუთხით თქვენ გავსწავლოთ ბევრ რამეს. ამ დოკუმენტს სათაურად რაცა წერია ბედნიერებაა დღეს სახელმწიფოსთვის ნახეთ ესე იგი ეს ჯერეთ გელაჩი მოხდა მიღება 8 თებერვალს 24 წელს ხო? ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ილია ჭავჭავაძის სიტყვა, როდესაც ეს წარმოთქვა იქ გელაჩი წარმოთქვა ეს სიტყვები. აი საქართველოს ეჭირდება დღეს. მაგრამ არ არის და არის რა, უბრალო კილაოზნიკობა, აი დღეს ახლა მე მინდა თქვენ შეეხოთ თქვენს თქვა აზრი და მე ვთქვა, რაც ხდება ბანდა მოვიდა ხელისუფლების სათავეში ხო? ბანდა, ჩვენ ხომ დიდი ხანი ამას ვლაპარაკობთ რა? ყაჩაღები. ბიძინა ივანიშვილი ახლა კეიფობს იმ განწყობით რომ გადაკიდა ყველა ერთმანეთს. ახლა გამოვა და ღარიბაშვილი ლაპარაკებს ამაცე ისინი და ყველა დასრულია. ესე იგი, ვინ არის სწორი კაცი? სწორი კაცი არის ის, რომელიც ქმნის ანტიკორუფციულ სისტემას. და უბედურება ქვეყნისთვის არის ის, ვინც ქმნის კორუფციულ სისტემას. საქართველოში 92 წლის შემდგომ სისტემაა კორუმპირებული. სისტემა მართვის სისტემაა კორუმპირებული. ამას მე ვამბობ და შევარდნაძეს მივწერე რომ მართვის სისტემაა კორუმპირებული. ამ ქვეყანაში და ნუებზვით პიროვნებებს თქო. დღესაც მე გარწმუნებ თქვენ რომ სისტემა რომ გაეკეთებინა ბიძინავანიშვილის ანტიკორუფციული არავინ ციხეში არ იქნებოდა.
ციხეში კაცის დაჭერა კი არ არის თავარი. ციხეში არ უნდა მიდიოდეს არავინ. ეს არის ხელისუფლება. ამაზე საუბარიც არ ღირს. ჩვენ დღეს უკვე ყველამ ვიცით. როგორ ჩანს ღირს, იმიტომ რომ ყველამ ვიცით. ეს კაცი არის გამოგზავნილი. ეს არის უცხო ხალხი. ვერ მიხვდნენ თქვენ ნახეთ აი აგერ სარდალი ვინ იყო იმისი რა ქვია მინისტრი რომ იყო სადამ ხუსეინი? არა რაღაც სამხედრო მინისტრი კიტოვანის შემდგომ და ეს დაიჭრა და ფეხებში ძალიან განწყობილი ვიყავი ყველაფერი მაგრამ ამ დღეებში განცხადება გააკეთა ისეთი რომ მთელი ღამე არ დამიძინია ბუჩულაძეზე არა კაცო ეს შევარნაძის დროს იყო ეს მინისტრი პარტიის უშიშროების მინისტრი და რა ქვია რეგბისტი არა რეგბისტი არა რეგბისტი არა თებზაძე არა კაცო თებზაძე ძალიან ბევრი ის არის მაგრამ მე თებზაძემდე რომ იყო რა ვარდიკო ნადიბაიძე არა ახალგაზრდა კაცი კაცო სოხუმში რო იბრძოდა ბოლოს და ის უყურნა როგორ ამომარდა თავიდან მაწალია ის კაცო ეს გასაგებია. უბრალოდ მე ვამბობ იმას. ხეიბარი რომ არის? დიახ. გია ყარყარაშვილი. ყარყარაშვილი, ხო. ესე იგი, ეხლა გარკვეულწილად ეს ხალხი ისიც რო დავაკვირდია რა, აი დღეს დღევანდელი ხელისუფლებაში ვინ ჭარბობენ. დააკვირდი დანალიზი რო გააკეთო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. და ჭარბობენ ვინ? ხედრიონელები. ვინ მოახვია თავს შევარნაძეს და რატომ მოიხვია შევარნაძემ ხალხი თავზე ეხლა ხანდახან კი თქვენ და სხვები აკრიტიკებენ იმას მაგრამ არ ვიცი რა ის იყო თორე მე მაგალითად პირდაპირ მაქვს მისთან თქვენ როგორ შეიძლება რომ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ხავთ ორივე ნუ ანუ უშიშროების მინისტრი იყო ბათიაშვილი ეხლა მისაბნი დიდი პატივისცემის მიუხედავად აზე არ იყო რა იყო ეს პარტია იყო მისი აგენტები და ხო და ამიტომ და მეორე კიდე ყარყარაშვილი იყო სამხედრო მინისტრი ხო ყარყარაშვილი დღეს ბიძინა იმანიშვილზე ლაპარაკობს რო ის არის გენიოსი აი გესმით თქვენ როგორ არის აი მე არ მინდა ამ ხალხს არ მე ვამბობ ერთ რამეს რომ მე ამ ხალხს არ ვეძვი მე უბრალოდ ამის ხალხი მინდა ვნახო პირადად მივიდე ბევრ ინვესტორთან დაველაპარაკო და უთხრა რომ მე დამარწმუნეთ ამაში ჩვენ კარგი რამე გვაქვს გადაწყვეტილი ბატონო ვახში რომ ერთხელ მოვიწვიოთ ეს ხალხი ოქტომბრის თვეში მაგარი მომზადება გჭირდება ამისთვის და ესე იგი მოვიწვიოთ ცნობილი აკადემიკოსები, ცნობილი ხალხი და უთხრათ რომ აი ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, წინასწარ დაუგზავნოთ. აი ეს არ მიიღეს ამ ხალხმა, რომელი ეროვნულობაზე ლაპარაკობ თუ თქვენ ეს დოკუმენტი არ მიიღეს. პატრიარქმა თქვა რომ აი ესაც გამოგართვით მე ახლა თქვენ პატრიარქის სიტყვებია და არა მარტო პატრიარქის ეკლესიაში აი ეს გვაქვს გაკეთებული ეს ეროვნული პატივდების ეს დოკუმენტი რომელსაც ხელი მოეწერა მერაბ ბერძენიშვილის აღშეიქმნა ერთი სამშობლო ერთიანიერი გაერთიანებული სახელმწიფო მოქმედების მანიფესტი მეცნიერებათა აკადემიის წინა პრეზიდენტმა პატრიარქმა და ძალიან ბევრმა პიროვნებამ თქვა რომ ასეთი ქართული ეროვნული დოკუმენტი არ დაწერილა ამაზე ამოვიდა ჩვენ ამას კიდევ ერთხელ დავარიგებთ და ვეთქვით ბატონებო თუ ესენი ყველაფერი ასეთი ხალხის მიერ დაწერილი იქნა თქვენ რომ ხართ ცნობილი პიროვნებები დიდი პატივისცემით ხშირად ვახსენებ ნონა გაფინდაშვილის იმიტომ რომ თვლირო ერთ-ერთი ძალიან ისეთი ვეუბნებით ყველას ამ ხალხს ვეუბნებით რომ ხალხო თქვენ კი ბატონო დაუჭირეთ ხარი ბიძინა ივანიშვილის მაგრამ ნახეთ ხალხი როგორ ცხოვრობს და მიდით და უთხარით იმ კაცს რომ ასე არ შეიძლება და ეს არის მართალი გაჩვენებულია ესე იგი რუსთაველის კინოთეატრზე წარწერა ნახე ბატონო ვახში რუსთაველის კინოთეატრზე აწერია არაბულად და ინგლისურად წინ არის იმისი კინომსახიობების და იმათი სურათები და ყველაფერი არის არაბული რა კადრეს ეს ამ ქვეყანას რა კადრეს და ჩვენ ვამბობთ რომ ეს დოკუმენტი არეგულირებს ეს დოკუმენტი მიღებული რომ ამიტომ ეშინი ამ დოკუმენტის ყველას ამ დოკუმენტს არ ექნება მხარდაჭერა რუსეთი იქნება კატეგორიული წინააღმდეგი ამ დოკუმენტში ძალიან ბევრი რამის შეცვლას მოგთხოვს ამერიკა ძალიან ბევრი რამის შეცვლას მოითხოვს ევროპა ჩვენ თვითონ შევცვალოთ რაც საჭიროა იყოს ქართული იყოს დაბალანსებული რომ ჩვენ სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ქვეყანა არ ვიქნებით ჩვენ ვიქნებით ქართული ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედების ქვეყანა ვისაც გინდა საქართველოსთან ურთიერთობა აი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა სხვათა შორის ეს მე მითხრა და ამით ვამთავრებ და მე თქვენ chceli ის მოგეცემათ კომენტარი ჩემს იმაზე გააკეთოთ ბატონმა ლადო ჭამტურიამ ის დღევანდელ პრემიერ-მინისტრი ვინც დაჭერილია
იმასთან ერთად თხოვა ერთხელ თურმე მერკელმა მას რომ ერთი მინდა შეხვედრაო თქვენებმა და ლადო ჭანტურია ეს მერკელის ძალიან დიდი იმით გახდა იქ და იყო გერმანიაში უაღრესად მიღებული და ეხლა ევროპის სასამართლოში არის ერთ-ერთი წარმატებული პიროვნება ჩვენ ასეთი კაცი ყავს მე გეუბნებით რომ ჩვენ ყველა უნდა დავწეროთ და აი ხალხს რომელიც არის უნდა უთხრათ რომ უნთავდება მომდენო წელს ჩამოდი და კენჭი იყარე იყავი სწორედ აი ეროვნული თანხმობის პარლამენტის პირველი ნომერი იყავი შენ უნდა იყო პრეზიდენტი შენ უნდა იყო პირველი პირი ქვეყანაში მე ვამბობ რატომ არის ეს საჭირო მე ამით რომ განა იმას ვამბობ რომ რამე ისინი შევქმნათ ხელოვნური დღეს საქართველოს ჭირდება ევროპული აზროვნების და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანია უпроსორად ქართული ცნობიერების და პლანეტარული აზროვნების პიროვნება ლადო ჭანტურია არის ასეთი და ევროპული ავტორიტეტი აქვს სერიოზული აი ესა ვარ მე ეს არის ჩემი პოზიცია მე ლადო ჭანტურიას მე არც ვიკითხები იმას შეიძლება რომ მოისმინოს ესე თქვას რომ ესენი გაგიჟდნენ რა მე მას ვეუბნები რომ შეიკრიბებ 300-400 კაცი და ვიტყვით რომ არავინ არ aqავს საქართველოს დღეს დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის ისეთი ავტორიტეტის მქონე როგორიც არის ლადო ჭანტურია გაწონასწორებული კაცი და მაგრამ ეს რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი მერკელი ეუბნება რომ თხოვო ჩამოვიდესო თქვენი პრემიერ-მინისტრიო და ისე ელაპარაკა ამ პრემიერ-მინისტრს რომ გამოვიდა მისაღებში შეწუხდა მერკელი ელაპარაკა? ო, ამ პრემიერმა არავინ არ დაისწრო მერკელმა ლადო ჭანტურია გერმანული ბწყინვალე და არა მარტო და ესე იგი ეს იყო იქ თარგმნილი ყველაფერი მერკელი ღარიბაშვილი და ლადო ჭანტურია რა მე ისეთ რამეს ვამხელ არ ვიცი ბატონო ლადო თუ ესეა ბოდიშ გიხდი მაგრამ ეხლა ყველაფერი უნდა ითქვას ბოლოს და ბოლოს ძალიან ჩუდრეში ვარ შეხედეთ ეხლა რო გამოვიდა იმან ელაპარაკა და უთხრა თქვენ დიდ შეცდომებს უშვებთო აი მაშინ უთხრა იმას რომ თქვენ აპეტიშებთ ევროპასო თქვენ აპეტიშებთ ამერიკასო თქვენ სხვა გზა უნდა აირჩიოთო და მან უთხრა ქართული გზა აირჩიეთ მან უთხრა მერკელმა და ისე ელაპარაკა თავის ძოზე რო შევიდა ეს ისა რა ქვია ღარიბაშვილმა ილაპარაკა იქ რომ აი ჩვენ ამერიკა ევროპა და ისეთი შტაბ-შტილება შემექმნაო ლადო მეუბნება არის მაგარი პიროვნება რომ ისეთი რომ არც ისმენდაო ამასო და უბრალოდ ჩვენ ჩავთვალაო რომ აი თქვენ ხართ აი მონური ფსიქოლოგიის ხალხი და ჩვენ რო აიღო კურმილი ეს რა ქვია რო აიღო სიტყვა ისე ელაპარაკა პრემიერ-მინისტრს ოსე და მე ვთხარი და ბატონ ლადოსთან სხვათა შორის მაშინ არ იყო სასამართლოში ბატონ ლადოსთან ჩვენ ჩამოყალიბდით რომ აი რა იყო ჩვენი პოზიცია ნახეთ და აგვირდი ახლა როგორი იყო ჩვენი პოზიცია იყო რომ საქართველოს მომავალი როგორ წარმოგვედგინა ჩვენ წარმოგვედგინა მართვის ისეთი სისტემით როგორიც ჰქონდა შვეიცარიას თუნდაც შიგნით მას დაყოფა ისეთი აქვს რომ არის ერთი თქვა კანტონი რომელსაც იმ ხელაუფლებები აქვს რომ მხოლოდ და მხოლოდ ომის გამოცხადება არ შეუძლია თორე ყველაფერს თვითონ წევს მაგრამ არის რომელსაც არავითარი უფლებები არ აქვს აი ეს იყო ქართულად ძალიან კარგი რომ ესე იგი ქართული გზა ასე წარმოგვედგინა რომ აი საერთაშორისო ავიღოთ ქართული გზა ვიღებთ მოდელს შვეიცარიის ის არც ევროკავშირის წევრი არ არის არც ნატოს წევრი არ არის მაგრამ არის ყველასთვის მისაბაძი ძალიან ბევრი რამით და მე ვამბობდით არ არის მარტო საკმარისიას დიდი ურთიერთობებით გერმანიასთან რატომ მაშინ გერმანიაში ელჩი იყო ბატონ ლადო დიდი ავტორიტეტი გერმანიას მიყავდა და მიყავს ევროპა ხო ეგრეა რა და მაშინ გერმანიას ანგარიშს უწევდა ამერიკა და ანგარიშს უწევდა რუსეთი და ჩვენ ვთქვით რომ საქართველოს მომავალი აი სწორედ ქართული გზა გარდა იმისა რა ჩვენს მეფეებს ჰქონდათ არის დღეს შვეიცარიული მოდელი დამატებული დიდი ურთიერთობებით გერმანიასთან და სოფლიოში მიმობნეულ საქართველოსთან წასულ სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან ესენი ბერძნები იქნებოდნენ, ებრაელები იქნებოდნენ, რაღაცა მათთან ურთიერთობა ეს იყო ეს სხვათა შორის მე ეს ერთმა პიროვნებამ დაამატა ეს მაშინ ჩვენ არ ქონდა. ანუ ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინ და მუდმივად ჩემი პოზიცია იყო ეს. ამათ გააფეტიშეს და კონსტიტუციაში ჩაწერეს სხვათა შორის ის პერიოდი იყო მაშინ როდესაც ისე უნებოდა ანუ ეს იყო ამათი სიყალბეში ვაცხოვრებენ, ტყუილში ვაცხოვრებენ და კორუფციაში ვაცხოვრებენ. იმაში ჩაწერეს, კონსტიტუციაში ჩაწერეს
ევროპა და ასე შემდგომაც სინამდვილეში დაიწყეს ლანძღვაგინებ. ევროკავშირი არ შეცვლილა. ასეთი იყო ბატონო ბახში. ბაროზო იყო ადრე თქვენ ძალიან კარგად იცით. ბაროზოზე კორუმპირებული კაცი ევროპაში რო გითხო არავინ არ იყო ყველაზე დიდარ და ყველაზე კორუმპირებულ კაცად ვიდნენ მას. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის რა, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა ხდება სამყაროში, ვიცოდეთ ჩვენი გამოცდილება, მხოლოდ ქართული გზა ამას და აი თუნდაც მე თქვენ შეკითხვები გექნება და მე გეტყვით. ამერიკის კონსტიტუციიდანაა გამოგებული, ჩადებული ის მე-11 პუნქტი პირდაპირ ამერიკის კონსტიტუციიდანაა. მოდით ავიკითხავ პირდაპირ. აი აგერ ნახეთ. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, ის არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება, ან უნდა გადადგეს, ან ხალხმა უნდა გადააყენოს. ესაა ჩვენი პოზიცია. სხვათა შორის, ეს ამოვიღე მე იმ კონსტიტუციიდან, რომელიც თარგმნა ამერიკული კონსტიტუცია დიდი საქმე გააკეთა ბატონმა მინდია უგრეხელიძე. იქედან ამოვიღე პირდაპირ. და ამოღებულია ამის. ჩვენ ამ დოკუმენტში ჩადებული გვაქვს მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიტიური მომენტები და პოლიტიკურად წერტილი არის დასმული. მე მადლობა მინდა გითხრათ, რომ თქვენი მოსაზრებები და თქვენ ერთად ვაკეთებდით ამას და თქვენ სწორად იქცევით, რომ იმ კითხვებს რომ სვამთ, მაგრამ მე ხო მინდა რომ იმათ პასუხო, რომ ვიმეორებ, მხოლოდ ქართული გზა, ეს არ არის სწორი განმარტება. მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ღალატი სტოლფასია, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის გადარჩენა ამერიკაში, ევროპაში ან რუსეთშია. ქვეყნის გადარჩენა საქართველოშია. საქართველო მოდის ცივილიზაციის სათავეებიდან. ჩვენ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები. ეს არის ამ დოკუმენტში. ჩვენი ყველა ხელისუფალი გარეთ ეძებს ფულს და პატრონს და იშოვეს კიდევაც. და ამაშია თელი უბედურება. ამ დოკუმენტში წერია საქართველო უნდა იყოს იმ ხელისუფლებით, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. ქვეყნის გარედან მართული ხელისუფლება, ეს არის უბედურება ამ ქვეყნის. აი ქართული გზა. დიდი მადლობა ბატონ თემურ, ჩვენი 1 საათია ვართ ეთერში. ვართ 1 საათი. დიახ, მადლობა მინდა უთხრა საზოგადოებას, რომლებმაც გვისმინა და მე კიდევ ერთხელ მინდა გიჩვენოთ. აი ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი, მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული და ამ პროექტზე მუშაობა გრძელდება და ნებისმიერ პირს უფლება აქვს შემოვიდეს და დაგვეხმაროს მის დახვეწაში და ჩვენ ვთქვით, რომ ეს პროექტი, ეს დოქტრინა უნდა გახდეს ეროვნული დროშის მაგიერი, რომლის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და შევცვალოთ ეს კატასტროფულად ცუდად მოქმედი ხელისუფლება, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს გაცილებით უფრო ემსახურება, ვინმე თავის ქვეყნის ეთანხმებით ბატონობაში, მაგრამ მე და თქვენ ვალდებული ვართ ახლა, რადგან მე ცოტა ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ნახეთ როგორი რამე წერია ამ დოკუმენტში. ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად უნდა იქნეს აღიარებული როგორც პრიორიტეტი და განათლების სფერო ყოველ წარმოადგენელს უნდა მიეცეს საერთო სახალხო ზრუნვა. ჩვენ შეთანხმებული ვართ ამის იმაში, რომ მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს, ვიდრე მერის ხელფასია და მინისტრის ხელფასია, იმიტომ რომ მასწავლებელია თავარი ფიგურა. ჩვენ ამ დოკუმენტში მიწერია უნიკალური რამ, საქართველო ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე იღებს ქვეყნის საგარეო, თავდაცვით, დემოგრაფიულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოება და დოქტრინებს. არც ერთი მიღებული არაა. ამას ვეხვეწებით. ხო შეხედეთ ახლა ის მე-6 პუნქტი წავიკითხეთ, რომ ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებისთანავე იქნება საქართველოს მოქალაქედ. ესე იგი, 1 პუნქტი ნახეთ როგორია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და ესე იგი რომ და შეხედეთ მე-5 პუნქტი როგორია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე საქართველო იღებს ვალდებულებას რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება
და არც სხვა ქვეყანას მიცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. აი ეს რომ წაუკითხები ამერიკელებს, მითხეს რომ ეს გაეროში მიიტანეთო და გაეროს უთხარითო რომ ეს პუნქტი მიიღეთ, იქნებ ეს არის საქართველოს ესე იგი სულიერი მისიაო, რომ საქართველო გამოვიდეს იმ ინიციატივით, რომ დემოკრატიულია ის ქვეყანა, რომელიც ამბობს ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან, ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ ხო არის ეს არა? ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომი არ დაიწყება და ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა მე თვითონ არ დავიწყებ სხვის წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა ქვეყანას ვერ ევსვის, თუნდაც მე მივცეს აი უფლება რომ ტექნიკა განათავსოს. ვერ ეს არის უნიკალური დოკუმენტი. ეს არის ძალიან მაგარი დოკუმენტი. მე ყველასთან გვარმზად ვიკამათოთ, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, დაიხვეწოს, მაგრამ ბედნიერი ვიქნები და ყოჩახ აი იმ პიროვნებას, ვინც გამოგიგზავნათ, ნიკა ხო? დიახ, ნიკა შურღაია და ჩვენ მას კიდევ ერთხელ მოვიწვეთ, ბევრჯერ მოვიწვეთ. საერთოდ თავაზობ რომ თვითონ წაიყვანოს ერთი გადაცემა ჩვენთან მოვიწვია ამისათვის და კარგი იქნება. ჩვენ ღია ორგანიზაცია ვარ და ყველა პატრიოტს, ყველა ჭკვიან კაცს, ყველა მეცნიერულად განწყობილ ელემენტს, ესე იგი ექნება თავისი წვლილი შეტანის საშუალება აი ამ დოკუმენტში და ამ დოკუმენტიდან გამომდინარე იმ ბრძოლაში, რომელმაც უნდა გაიყვანოს ფონს ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა ბატონო ბახში, რომ დამეთანხმეთ, რომ ჩემი გადაცემის წამყვანი გახდით. მე მომეცით საშუალება თქვენ დიდ სულოვნებით, რომ ესე იგი მესაუბრა და ჩემი სათქმელი მეთქვა. დიდი მადლობა, თუ ვინმეს კიდე რამე შეკითხვები ექნებათ, ბატონი ბახში მოისმენს ამას თქვენგან და მე შევაგროვებ და მოგაცდით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მაგარი კაცი ხარ და დიდი მადლობა. კარგად.